მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით. ამ ახალ წელს ეს უკვე პირველი ლაივია. რიგით მეხუთე ლაივი, მაგრამ უკვე 2026 წელი დადგა, ცეცხლოვანი ცხენის წელი. შესაბამისად წითელ ფერის მაისურით ვაკეთებ ლაივს. ამ წლის უკვე პირველი ლაივი არის. მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, მრავალს დაესწარით. ბედნიერება, უფლის მადლი და ყველა თქვენი სურვილის ასრულების წელი ყოფილიყოს ჩემო მეგობრებო. წინა ლაივში ახალ წლამდე რომ მქონდა გასწავლეთ სურვილის ასრულების ერთ-ერთი ტექნიკა, ფურცელზე შავი ტუშის პასტით, შავი ფანქრით და დაგეწერათ სურვილი, ის შემდეგაც უნდა დაგეწვათ. აღარ გავიმეორებ ხამ ტექნიკას, იმიტომ რომ შეგიძლიათ ნახოთ წინა ლაივი, გადაახვიოთ და იქ დეტალურად საუბრობ ამ ტექნიკაზე. ამ ლაივში მინდა გასწავლოთ მეორე ტექნიკა, წყლის დამუხტვის ტექნიკა. ავიღებთ ჩვეულებრივ პლასმასის ბოთლს, ფურცელს ისე მოვხევთ, რომ შემოვახვიოთ ამ ბოთლს ფურცელი, გვერდები სკოჩით, ლეიკოსკოჩით მიუწეპოთ და შავი ტუშის პასტით, მელნის პასტით, შავი ფერის უნდა იყოს ოღონდ აუცილებლად, ვაწერთ ესეთ სიტყვებს. მე ვარ ჯამრთელი, მე ვარ წარმატებული. შემდგომ ავდებთ ამ ბოთლს უკვე მარაზილკაში, რომ კარგად გაიყინოს. რამოდენიმე საათის შემდეგ კარგად რომ გაიყინო, ყინული რო იქნება, ვიღებთ ამ ბოთლს, გაგვაქვს აივანზე, ბალკონზე, ამ ფანჯარაზე, დღისით, რომ სისხივები მოხდეს. როდესაც გადნება, ისევ წყლად იქცევა ამ ბოთლში, აღარ იქნება ყინული. შემდეგ უკვე შევინახოთ მაცივარში, არა მარაზილკაში, არამედ უკვე მაცივარში. და შემდეგი დღიდან დილით უზმოზე, ყოველ დღე ერთ ჭიქა წყალს დავასხავთ ამ ბოთლიდან და უზმოზე თითო ჭიქა ამ წყალს ყოველ დღე დავლებთ. რაც ძალიან კარგად აისახება ჩვენს განწყობაზე, ვიბრაციებზე, ხნეობაზე და პოზიტიურ ენერგიებს შემოიტანს ჩვენ ორგანიზმში. ეს რაც შეეხება წყლის დამუხტვას, პოზიტიური სიტყვებით და პოზიტიური ენერგიებით. ისევ რაზეც მინდა დღეს კიდე გესაუბროთ, ეს არის, რომ ეს წელი, ცეცხლოვანი ცხენის წელი დაიწყო ძალიან აქტიურად. უკვე 3 იანვარს, განჩებს დაბადების დღეზე, მოხდა ვენესუელაში მადუროს მოტაცება, პატარძალივით გაიტაცეს, პრაქტიკულად საწოლიდან. შემდეგ უკვე ირანში მიდის ძალიან შინაგანი შიდა ამბოხება, არეულობა. იქ რუსეთი დაბომბა უკრაინამ, ასევე რუსეთმა დაბომბა უკრაინა, ლვოვი, არეშნიკებით, ბალისტიკური რაკეტებით. ეს წელი ძალიან აქტიურად და ცეცხლოვანად დაიწყო. მთელი ეს წელი იქნება ძალიან აქტიური წელი. ეს იმას ანიშნავს, რომ მანდ-მაინც სვომები იქნება. მაგრამ ბევრი კარგიც მოხდება, ბევრი კარგიც იქნება. ეს ძალიან ენერგიული წელი არის. ამიტომ ჩვენ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ თუ პოზიტიურ განწყობაზე ვიქნებით სიხარულით, ხიარულებით და სიყვარულით სავსე, პირველ რიგში შინაგანად. და ჩვენი სიტყვების და საქციელით შესაბამება ამ შინაგან ხიარულ სასიყვარულო განწყობას. მთელი წელიწავა დადებითი ენერგიებით და ჩვენ თავს ყველაფერი კარგი და დადებითი მოხდება. ხოლო ვინც ბოღმაში არის და აგრესიაში,
სამწუხაროდ მსოფლიოს უმეტესობა 80-85% ესეა. მათთვის მთელი წელი ომები იქნება და მათთვის ასე გაგრძელდება მთელ დედამიწაზე მთელ მსოფლიოში ძალიან ბობოქარი ენერგიული აქტიური წელი იქნება. ამიტომ ეს ენერგია, რომელიც ცეცხლოვანი ენერგია არის შემოსული, ამ წელს ჩვენ უნდა პოზიტივში ავსახოთ ეს სიყვარულში, სიხარულში და პოზიტიურ განწყობით და პოზიტიური საქმეებით უნდა ვიაქტიუროთ და პოზიტიურად წაგვივა ეს წელი. და არა ომებით. სამწუხაროდ როგორც დაიწყო ეს წელი. თუმცა ომები ყოველთვის იქნება. მეგობრებო, მე მინდა გესაუბროთ დღეს იმ ადამიანებზე, რომელმა ადამიანებმაც ჩემზე პირადად და არა მარტო ჩემზე ძალიან დიდი გავლენა ასახეს ჩემ თავზე, დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე, ჩემი ცნობიერების ამაღლებაზე და განვითარებაზე, ჩემ სულიერ განვითარებაზე და ჩემ ცოდნის და ინტელექტუალურ განვითარებაზე. მე მინდა დღეს დაგისახელოთ ეს ადამიანები, რომლებსაც შეიძლება უსმინოთ. მათ აქვთ ხოლმე Facebook-ზეც, YouTube-ზეც საუბრები სხვადასხვა სულიერ ფილოსოფიურ და ეზოთერიულ საკითხებზე. ასევე სხვადასხვა სასწავლო ცენტრებშიც აქვთ მათ სხვადასხვა სწავლებები, სისტემატიური და ერთჯერადი შეხვედრებიც და ძალიან საინტერესო საუბრები აქვთ ამ ადამიანებს. მე მათ ვიდეოებსაც, სხვადასხვა ჩანაწერებს, სხვადასხვა დროს ჩანაწერებს, განსაკუთრებით YouTube პლატფორმის გავაზიარებ მე ამ ჩემ გვერდზე, ჩემ პირად გვერდზე, ამ დღეებში. შეგეძლებათ ნახოთ ისინი, იმიტომ რომ ის ადამიანები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თქვენი ცნობიერების განვითარებისთვის და თქვენი სულიერების ამაღლებისთვის. და ძალიან ბევრ საინტერესო კარგ საკითხზე საუბრობენ ის ადამიანები. ერთ-ერთი ესეთი ადამიანი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი და მე ვთვლი რომ ის ჩემი ოსტატია და არა მარტო ჩემი, ეს არის ბატონი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ძალიან ბრძენი ადამიანი არის. ცოცხალი ენციკლოპედია ეს ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. შეგიძლიათ ამ ადამიანს უსმინოთ და აუცილებლად უნდა უსმინოთ. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა მე. და არა მარტო მე, ძალიან ბევრი ადამიანს, ბევრ რამეზე აგვიხილა თვალები და გვანახავს რა არის სწორი, რა არასწორი. ამ ადამიანის მოსმენა ძალიან დაგეხმარება თქვენ ცნობიერების ამაღლებაში და ბევრ საკითხებში გარკვევაში. ასევე ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს ასევე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ჩემი ცნობიერების ამაღლებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ეს არის ერეკლე შონია, ჩვენი ქართველი უფოლოგი, ძალიან კარგი კეთილშობილი, ჭკვიანი და სუფთა ადამიანი. ასევე მის ვიდეოებსაც დავდებ ამ დღეებში ჩემ პირად გვერდზე, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ეს ორი ადამიანი, რომელიც თქვი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და თემებზე საუბრობენ. დღეს ამ ორი ადამიანით შემოვიფარგლები. შემდეგ ლაივებში კიდევ არის რამოდენიმე კაცი, რამოდენიმე ქალი, ყველა არ მინდა რომ ხავ თქვა რომ ვინმე არ გამომჩეს, რომლებიც ძალიან საინტერესოდ საუბრობენ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. დღეს ამ ორი ადამიანით შემოვიფარგლები. მათ ვიდეოებს გავაზიარებ ჩემს პირად გვერდზე და ისედაც შეგიძლიათ ინტერნეტზე, YouTube-ზე და Facebook-ზეც მოიძიოთ მათზე ინფორმაცია, მათი ვიდეოები, ჩანაწერები, მათი ლექციის ჩანაწერები, სადაც ძალიან ცხოვრებისეულ ღრმა შინაარსიან თემებზე საუბრობენ ისინი და რაც ძალიან კარგი იქნება თქვენი ცნობიერების ამაღლებისთვის. მეგობრებო, დღეს ასევე მინდა გელაპარაკოთ სამყაროს საწყის კანონებზე. სამყაროს ბევრი კანონი აქვს ათეულობით, რამოდენიმე ათეული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი 4-5 კანონი, რომლებიც ჩვენზე გვინდა, ჩვენ თუ არ გვინდა ახდენენ გავლენას და ზეგავლენას.
ვიცით ჩვენ ეს კანონები თუ არ ვიცით, მაგის და მიუხედავად ახდენენ ისინი გავლენას, როგორც თელს დედამიწაზე, ისე ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, მისი დაბადებიდან მის გარდაცვალებამდე და მერეც კი. Onda რომ ვიცით ეს კანონები და სწორად ვიყენებთ და გამოვიყენებთ, პოზიტიურად აისახება ეს ჩვენზე. ხოლო თუ არ ვიცით და ვერ ვიყენებთ ამ კანონებს, ისინი მაინც ახდენენ ჩვენზე გავლენას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს კანონები და გავაცნობიეროთ ეს კანონები და ამ კანონებით ვიხემძღვანელოთ. ამ კანონებით ვიმოქმედოთ, ამ კანონებით ვეცადოთ რომ ვიცხოვროთ, რაც მოგვიდას პოზიტიურ შედეგს. პირველი კანონი, ყველაზე მთავარი კანონი, რასაც ეფუძნება სხვა ყველა კანონი. სამყაროსი, ეს არის სიყვარულის კანონი. ამაზე აშენებული ყველაფერი. სადაც არ არის სიყვარული, იქ არ არის ღმერთი, სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. სიყვარულზე აგებული მთელი კაცობრიობა, საწყისი მის. სიყვარულია სულიერება, სიყვარულით აგებული ყველა რელიგია, რომელიც არსებობს, როგორც ჩვენი ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ყველაფრის საწყისი არის სიყვარული. ასე ამ კანონით უნდა იხმძღვანელოს ადამიანმა. ყველაფერი, რასაც აკეთებთ ან გააკეთებთ, უნდა სიყვარულით იყოს და სიყვარულით უნდა აკეთოთ. იქნება ეს ზრუნვა სხვა ადამიანზე, საყვარელ ადამიანზე. იქნება ეს სამსახური ყოველდღიური. აი ძალით წასვლა სამსახურში არ შეიძლება. ძალით რომ აღვიძებ თავს, რომ გინდა თუ არა წავიდე ვიმუშაო. ეს ძალათ მუშაობა ეს არ არის კაი. სამსახურში წასვლაც უნდა გიხაროდეთ და გიყვარდეთ. თუმცა სამსახურიც ბევრი ისეთი არის, რომ ძნელია გიყვარდეს, მაგრამ ყველაფერი რასაც გააკეთებთ, ეცადეთ და შეეცადეთ რომ სიყვარულით გააკეთოთ. საჭმელიც საუზმეს როცა ამზადებს ცოლი, დედა და ან თქვენ თვითონ რომ ამზადებთ, როცა სიყვარულით ამზადებთ და მთელ ენერგიას დებთ მასში, ის უფრო გემრიელი არის, ვიდრე ის საკვები, რომელიც ზერელეთ ან უცბად არის გაკეთებული, ან დაუცბათებად არის მომზადებული, ან გამოძახებული საკვები კურიერების, არ არის ისეთი გემრიელი. როცა დედა გვიკეთებს, როდესაც უყვარვართ, ან საყვარელი ცოლი გვიკეთებს, მთელ სიყვარულს და ენერგიას დებს, სიყვარულსაც იმ საჭმელში, საუზმეში, იმ კერძებში, ის ბევრად უფრო გემრიელი არის, ვიდრე ნაუცბათებად და მექანიკურად მომზადებული საკვები. ესეა ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში. ყველაფერი უნდა ვაკეთოთ სიყვარულით. შინაგანი სიყვარულით, რაც უნდა აისახოს მე ჩვენს აზრებზე, სიტყვებზე და საქციელებზე, ჩვენს მოქმედებებზე. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს. იქნება სამსახურში მუშაობა, კერძის მომზადება, სხვა ადამიანზე ზრუნვა, წიგნის დაწერა, თუ ბიზნესიც, კი ბიზნესი მიწიერი რაღაცა, მაგრამ ისიც სიყვარულით უნდა ვაკეთოთ. სიყვარულით გაკეთებული ყველაფერი კარგად კეთდება, ყველაფერი შედეგს იღებს და ყველაფერი პროდუქტულარიანი ხდება. ყველაფერი გერგება. სიყვარულით გაკეთებული გარგებს. უსიყვარულით გაკეთებული ყველაფერი ზედაპირულია დროებითი და ზერელე. ამიტომ სამყაროს პირველი კანონი და ეს კანონი მოგვიტანა ჩვენმა უფალმა ქრისტემ, როცა ის მოევლინა დედამიწაზე. ზუსტად პირველ რიგში სიყვარული შემოიტანა კაცობრიობაში და ჩვენ გულებში. ამ სიყვარულით დაამარცხა მას სიკვდილი. ეს პირველი კანონია სამყაროს სიყვარული. ყველაფერი უნდა აკეთოთ სიყვარულით. არა ისეთი სიყვარულით, ზედაპირული სიყვარულით და ლტოლვის სიყვარულით, რაც ბევრს მიწიერ სიყვარულში და ერთჯერად ემოციებში ერევა. არა, ის ერთჯერადი ემოციები და ის მიწიერი ტანის სიამოვნება ლტოლვა. ეს არ არის ნამდვილი სიყვარული, ეს უბრალოდ ემოცია არის. ნამდვილი სიყვარული სულიერი სიყვარული არის, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, ის ალფა და ომეგა. ის უსასრულო არის, ეს ნამდვილი სიყვარული, ეს ნამდვილი სიყვარულით უნდა ვიყოთ განწყობილები. პირველ რიგში გვიყვარდეს ჩვენი თავი, უნდა ეგოიზმში არ უნდა გადაგვივიდეს, რაც ბევრს მოსდის. უნდა გვიყვარდეს ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები და გვიყვარდეს ჩვენი ღმერთი უფალი.
და ვეცადოთ რომ გვიყვარდეს ყველა და მთელი კაცობრიობა. თუმცა ეს ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მეგობრებო. მეორე კანონი სამყაროსი ეს არის დროის კანონი. ხომ არის ესეთი გამოთქმა, ყველაფერს თავის დრო აქვს. როცა რაღაცას ჩხარა აკეთებ, ფუჭდება საქმე და არ გამოდის. ან პირიქით როცა აყოვნებ და ნელა აკეთებ და ზარმაცობ, ეგეც აფუჭებს საქმეს და ეგეც არ გამოდის. ანუ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავის დროზე, თავის ადგილას. არც ვიჩქაროთ, მოჩქარის მოუგვიანდესო. მაგრამ არც დავაყოვნოთ. ცხოვრებაშიც ესე არის. ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში ბევრ რაღაცას აკეთებს, რაზეც მერე ნანობს. ორნაირად არის რომ იმას ნანობ რომ რაღაცა გააკეთე და არ უნდა გაგეკეთებინა. მაგრამ არის მეორენაირად რომ უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე. ამიტომ ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს რომ არ ინანოს იმაზე რომ ვაი რატო არ გავაკეთე ესო როცა შეიძლება გაეკეთებინა. მაგრამ არც ისე არ უნდა იცხოვროს რომ იმაზე ინანოს რომ ვაი ეს რატო ვქენია. ყველაფერი გააზრებულად და დაფიქრებულად უნდა ვაკეთოთ. რომ ამდენი შეცდომები რომ მოგვდის, აღარ მოგვივიდეს ეს შეცდომები. ეს შეცდომები იმიტომ მოდის რომ ზედაპირულად, მექანიკურად უდგებით ყველაფერს. გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. პირველადი ემოციებით ხელმძღვანელობთ და ვაკეთებთ ამას თუ იმას. ამას მერე ის ამდენი პრობლემა და უბედურება რაც ხდება ჩვენ თავს. უნდა ვისწავლოთ ყველაფრის თავის დროზე გაკეთება, ყველაფერს თავის დრო აქვს სამყაროში. როგორც ბუნებას, ისე ადამიანს. ზაფხულიც იმ დროს მოდის, როცა ზაფხული უნდა მოვიდეს და ზამთარიც იმ დროს მოდის, როცა ზამთარი უნდა მოვიდეს. ბუნებას არ აქვს ცუდი ამინდი, ყველა ამინდი სასარგებლო არის. თავის დოზით და თავის დროს. ასე ყველაფერს აქვს თავის დრო. ამიტომ შევეცადოთ რომ ყველაფერი ვაკეთოთ პირველ რიგში სიყვარულით. ყველაზე მთავარი კანონი ეს არის. და მე ყველაფერი თავის დროზე გავაკეთოთ. არც ვიჩქაროთ, მაგრამ არც დავაყოვნოთ. ყველაფერი თავის დროზე გაკეთებულს მოაქვს შედეგი. მოაქვს კარგი შედეგი და სასარგებლო შედეგი. და რომ დააკვირდეთ ადამიანის პრობლემებიც და არა მარტო ადამიანის ქვეყნების, სახელმწიფოების და ყველაფრის პრობლემებს რო ჩავეძიოთ, მიხვდებით რომ არასწორ დროს გაკეთებული, ან ნაუცბათევი იყო, ან დაგვიანებული. და ამის გამო მოხდა მერე ის ყველა პრობლემა, რაც მოხდა ამა თუ იმ საკითხში. ამიტომ ყველაფრის თავის დროზე გაკეთება უნდა ვისწავლოთ, როგორც საუზმეს ამზადებთ. კვერცხს რო წვავთ ის ძალიან დიდხანს არ უნდა დაწვათ, თორე დაიწვება. მაგრამ უმიც არ უნდა იყოს, ანუ ყველაფერს თავის დრო აქვს. უნდა ვეცადოთ რომ ყველაფერი გავაკეთოთ თავის დროზე და თავის ადგილზე. თავის ადგილას. მესამე კანონი სამყაროსი ეს არის ენერგიის შენარჩუნების კანონი. რა არის ენერგიის შენარჩუნების კანონი? ეს არის ახლოს არის დროის კანონთან. ეს არის რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ზედმეტად. არ უნდა დავიხარჯოთ ზედმეტად. მაგრამ როცა გასაკეთებელი არის, საშრომი არის და შრომაა საჭირო და უნდა აკეთო, არც უნდა დააყოვნო და არ უნდა დაიზარო. რაც გასაკეთებელია, ის აუცილებლად უნდა გააკეთო. აი მაგალითად, როდესაც მუშაობ სამსახურში და ხვდები რომ ძალიან ბევრს მუშაობ ფიზიკურად. ფიზიკური შრომა ძალიან ბევრი გაქვს და ხელფასი ძალიან ცოტა არის. ესეთი სამსახურიდან აუცილებლად უნდა წამოხვიდე და უნდა მოძებნო სხვა სამსახური. სადაც მიხვდები რომ ის შრომა რასაც იღებ იმა თუ ამ სამსახურში ისე გინაზღაურდება როგორც გეკუთვნის და არ არის მცირე. არ შეიძლება ბევრი ენერგია გაიღო და ცოტა შემოსავალი მიიღო. იმდენი უნდა გაიღო ენერგია, შესაბამისი იყოს შემოსავლის და შემოსავალიც უნდა იყოს შესაბამისი ენერგიის. ესეთი კაი გამოთქმა აქვს დათა თუთაშხიას კინოში. მისი ბიძაშვილი ამბობს, მუშნი ზარანდია, როგორც ხელფასი უნდა იყოს კაცსო, ანუ ჯამაგირი უნდა იყოს კაცსო, ისე კაცი უნდა იყოს ჯამაგირსო. ეს არის ენერგიის შენარჩუნების კანონი. არაფერი არ უნდა გავაკეთოთ ზედმეტად, მაგრამ როცა რაღაცა გასაკეთებელი, იქ უნდა ვიმეფუნოთ ისე, როგორც საჭირო არის და იქ არ დავიზაროთ და არ დავაყოვნოთ. მეოთხე კანონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, ეს არის
წონასწორობის და ზომიერების ბალანსის კანონი. როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ხშირად ადამიანის სუბიექტური არსებები ვართ და რადიკალიზმისკენ მივდივართ ხოლმე. ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. და ეს ყოველთვის უპავს ადამიანს და ქვეყნებსაც რადიკალიზმი. რადიკალიზმი იყო 90-იან წლებში ჩვენ საქართველოში და დღემდე რადიკალიზმი მიდის. აქედან მოდის ჩვენი ბევრი უბედურება და პრობლემა. რადიკალიზმი ეს ძალიან ცუდი არის. ყოველთვის ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ. ბალანსი მარცხენასა და მარჯვენას შორის, თეთრსა და შავ შორის. ოქროს შუალედი ეს არ ნიშნავს შუაში სტობას. ოქროს შუალედი ეს არის საღიაზრი. იმიტომ როცა გეუბნებიან რომ ვიყავით თეთრისკენ და შავისკენ, შენ სიყვარულისკენ უნდა იყო. მაღლა უნდა იდგე მარცხენაზეც და მარჯვენაზეც. ეს არის ოქროს შუალედი. ეს არის საღიაზრი და საღიგონი. ანუ ყველაფერში უნდა ვეცადოთ რომ ბალანსი დავიჭიროთ. არ შეიძლება არც ზედმეტი გაფანატიკოსება და ფანატიკოსები რო ხდებიან მე ამ ეზოთერიებით და სულიერებებით. ესეც სუდია და საშინელებაა. მაგრამ ძალიან მიწიერი როცა ხარ ადამიანი და მიჯაჭვული ხარ მიწაზე და მატერიალისტი ხარ და ესეც ძალიან სუდია. ზომიერად მიწიერებაც სასარგებლოა და სულიერებაც. ბალანსი უნდა იყოს ამ ყველაფერს შორის ერთმანეთთან. როცა ზომიერად აკეთებ ყველაფერს, თავის დროზე აკეთებ ყველაფერს და სიყვარულით აკეთებ ყველაფერს. ყველაფერი ჯანსაღად გამოდის, გერგება და კარგად გამოდის და სწორად აკეთებ და სწორ გზაზე ხარ. ამიტომ საჭირო არის ამ კანონების ცოდნა, ამ სამყაროს კანონების ცოდნა, მეგობრებო. თან ჩვენი სამყარო არის ძალიან დუალური სამყარო. რა არის დუალობა? დუალობა ეს არის თეთრი და შავი. ეს არის მზე, მთვარე, ქალი, კაცი, დღე, ღამე. მინუსი, პლუსი, ანუ ყველაფერს აქვს ორმაგი სახე, ორმაგი მხარე, როგორც ადამიანებს გვაქვს ჭტილი. ასე აქვს სამყაროც არის ჩვენი კაცობრიობა დუალური. ამიტომ რადიკალიზმისკენ არ უნდა წავიდეთ. რადიკალიზმის გზა ყოველთვის განცალკევების გზა არის. ამ განცალკევებამ და გათითო კაცებამ და ყველა თავის ნაჭუჭში როა სუბიექტურად ამან დაუშავა ჩვენ ქვეყანას და ავნო ძალიან. ამიტომ ყველაფერში ვეძებოთ დუალურობა. ყველაფერი რაც კარგი ხდება, მას ასევე ცუდი მხარეც აქვს, რომელიც შეიძლება იმ დროს არ ჩანს, მაგრამ ჩაუღრმავდები დავინახავთ. ასევე ცუდიც რაც ხდება, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს სწორი გამონათქვამი არის. ყველაფერი ცუდი რაც ხდება, მის უკან რაღაც კარგიც იმალება. ჩვენ შევეცადოთ რომ დავინახოთ ყველა შავში თეთრი და ყველა თეთრში ასევე შავი. აი მაგალითად ატომური ბომბა. ეს რა თქმა უნდა საშინელებაა და ეს შავი და ბნელია. რომ მას კაცობრიობის განადგურება შეუძლია, მაგრამ მასშიც არის ნათელი წერტილი. ის რომ როარსებობს ატომური იარაღი და აქვს რამოდენიმე ქვეყანას, ამიტომ არ ხდება ჯერჯერობით მესამე მსოფლიო ომი. აბა არ იყოს ატომური იარაღი. დიდი ქვეყნები მაშინვე დაიპყრობდნენ პატარა და სუსტ ქვეყნებს. და არ ჩვენ დავჩებოთ დაუპყრობელი. მაგრამ როარსებობს ატომური რაკეტები და არის პარიტეტი რო აქვს რამოდენიმე ქვეყანას. ეს შემაკავებელი არის იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალიან დიდი ომები და დიდი ქვეყნებისგან დაჩაგვრა და დაპყრობა სუსტი პატარა ქვეყნების. ანუ ყველაფერი დიდ ბოროტებაშიც კი რაღაც პატარა ნაპერწკალი ნათელი წერტილის არის. და ასევე დიდ სიკეთეებშიც და კარგ საქმეებშიც უკან რაღაცა შავი ყოველთვის არის და უნდა შევეცადოთ რომ ამ შინაარსიანად დავინახოთ ყველაფერი სიღრმისეულად. ამის კარგი მაგალითია ხე მაგალითად. ჩვენ როცა ხეს და ხეებს ვხედავთ, ჩვენ მის ფესვს ვერ ვხედავთ, ფესვი მიწის ქვეშ არის. მაგრამ ხე იზრდება ფესვიდან. რო არა ფესვი არც ხე არ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ხეს ვხედავთ და არა ფესვს, ანუ ჩვენ ზედაპირს ვხედავთ. ფასადს. უნდა შევეცადოთ რომ ფასადის მიღმა რა არის, ის დავინახოთ. შინაარსიან და აზრიანად გავჭრიდოთ ყველაფერი. გვახსოვდეს რომ ხეს რო ხედავთ ის ფესვიდან იზრდება, რომელიც არ ჩანს, იმიტომ რომ მიწის ქვეშ არის, მაგრამ რომ არა ფესვი არც ხე იქნებოდა. ამიტომ ყველაფერს სიღრმისეულად და შინაარსიანად უნდა უყუროთ, მეგობრებო.
თქვენ უკვე შეგიძლიათ კითხვები გამოუშვათ, დამისვათ სხვადასხვა საკითხებზე, რა გაწუხებთ, პირად პრობლემებზე, შეგიძლიათ ვკითხოთ რჩევა, საყოფაცხოვრებო ცხოვრებისეული კითხვები. ერთ-ერთი ესეთი ყველაზე გავრცელებული კითხვა არის, კაცობრიობის კითხვა არის, არა მარტო ჩვენი, გვეშველება რამე? რას გულისხმობთ ამაში, როცა ამბობთ, რომ გვეშველება რამე? ანუ ეს ჩვენზეა დამოკიდებულია ჩვენ თავზე, გვეშველება თუ არა. ჩვენ თუ გაუაზრებლად გავაგრძელებთ ცხოვრება ემოციებით, ერთმანეთი ვჭამეთ, როგორც ვჭამდით ერთმანეთს, განსაკუთრებით 90-იანებში და ასე ხავაკლებთ. რა თქმა უნდა, არ გვეშველება. რომ გვეშველოს ჩვენი თავები უნდა შევცვალოთ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ცხოვრება მაშინ გახდება უკეთესი, როცა ადამიანი გახდება უკეთესი. რომ ადამიანი ქმნის ამ ცხოვრებას. იმიტომ ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესები, რომ დავძლიოთ ეს ბოღმა, შური, აგრესია, უნდა ვაპატიოთ და მიუტევოთ ერთმანეთს. უნდა გავხდეთ უფრო მოსიყვარულეები, უფრო მშვიდები, უფრო მხიარულები. შესაბამისად, ამდენი აგრესია აღარ იქნება და შესაბამისად ცხოვრება გაუმჯობესდება და გვეშველება. ჩვენ ხელში ეს გვეშველება თუ არა. ჩვენ უნდა უშველოთ ჩვენ თავს. და გვიყვარდეს ერთმანეთი, ურთიერთგაგება უნდა გქონდეს. და თუ საღი აზრით და შიდა არციანად და გააზრებულად, გაცნობიერებულად ვიცხოვრებთ და ურთიერთგაგება გვექნება და ერთმანეთის პატივისცემა, მაშინ გვეშველება. სანამ ასეთი განცალკევება არის, ასეთი რადიკალიზმი, ასეთი მიკერძოებულობა, ერთმანეთის აზრის მიუღებლობა, ერთმანეთის ჭამა, ასე ნამდვილად არ გვეშველება, მეგობრებო. ამიტომ ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ შინაგან სამყაროს, რომ ჩვენ შიგნიდან გავხდეთ უკეთესები. როცა შენ ხდები უკეთესი და ცვლის შენ თავს, ამით შენ ცვლი მსოფლიოს, იმიტომ ეს გადამდებია. ეს სხვა ადამიანებსაც გადაედებათ, ისინი შეიცვლებიან. მერე კიდე სხვები და ცხოვრებაც უკეთესი გახდება. ამიტომ მსოფლიოს შეცვლა უნდა დავიწყოთ ჩვენი თავიდან. სხვაზე კი არ უნდა ვიშვილოთ თითი. ჩვენი თავები შევცვალოთ პირველ რიგში, ჩვენი შინაგანი სამყარო შევცვალოთ, ჩვენი ხასიათი შევცვალოთ, ჩვენი უნარები შევცვალოთ, ჩვენი თვისებები შევცვალოთ, გავხდეთ უფრო კეთილები, უფრო გააზრებულები, მშვიდები, უფრო მხიარულები. ამით შეიძლება ჩვენი ცხოვრებაც. არჩილ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მეოთხე განზომილება შეუძლებელი გადავალთ. ანუ მეოთხე განზომილება ცნობიერებაში ეს უკვე შემოსულია, მაგრამ დროთა განმავლობაში, რამდენიმე წლის განმავლობაში ის მატერიაში შემოვა, სიმყარეში. ანუ მატერიაც გარკვეულ ცვლილებას განიცდის. ზუსტად ეს როგორ იქნება, ახლა ზუსტად ეს არავინ არ იცის, მაგრამ ის რომ ეს პროცესები დაწყებული არის, ეს ნამდვილად ესე არის. რა არის ეს მეოთხე და მეხუთე განზომილებები? ეს არის ერთი კაი მაგალითი მოვიყვანე წინა ლაივებში, თევზი და ჩიტის. როგორც თევზი ვერ იცხოვრებს ცაში, ისე ჩიტი ვერ იცხოვრებს წყლის ქვეშ. ანუ როგორი შინაგანი განწყობაც გაქვს, როგორიც ხარ შიგნიდან, სინამდვილეში, იმის მიხედვით მოხდება გადასვლა, არ გადასვლა. ანუ ის აგრესიული მძიმე ადამიანები, ბოღმიანები, შურიანები, რომელიც დაბალ ვიბრაციებში არიან, აქვთ ბნელი და ბოროტი აზრები და ესეთი ძალიან ბევრია. ისინი დარჩებიან მესამე განზომილებაში. ხოლო ისინი, ვინც გააცნობიერა სიყვარული, არის დაძლია თავის ეგო, თავის ბოღმა, შური, არ არის აგრესიული, არის მშვიდი, გულში ატარებს სიყვარულს, რწმენას და იმედს. და ეს აისახება მის აზრებში, მის სიტყვებში, მის მოქმედებაში, მის საქმეებში. ასეთი ადამიანები გადავლენ. ამიტომ უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე პირველ რიგში, რომ თქვენს თვისებებზე, თქვენს უნარებზე ყველაფერი რასაც აკეთებთ, გაანალიზეთ, როგორ გააკეთეთ, რა გააკეთეთ, რატო გააკეთეთ, როგორ უნდა გაიკეთებინათ. ყოველთვის სიყვარულით იხებმწყვალეთ. ტვინი და ლოგიკაც კარგია, მაგრამ გულზე წინ ნუ გავუშვებთ ლოგიკას. ლოგიკას ბევრი ცუდი რამეც მოსდევს, იმ ლოგიკამ შექმნა ის
ატომური იარაღიც, რაკეტებიც და შეიარაღებაც. ამიტომ წინა პლანზე უნდა იყოს გული, სულიერი ფიქრი, გული გონიერი. ყველაფერი უფრო ჩვენი გრძნობებს მივანდოთ, გრძნობითი ხელმძღვანელეთ და ინტუიციით უფრო, ვიდრე ლოგიკით. ლოგიკა ეს უფრო ყოველდღიურ მიწიერ საკითხებში არის საჭირო და გამოსაყენებელი. პირველ რიგში მაინც გრძნობითი ცხოვრეთ, გულის ყურით. და შეეცადეთ ყველაფერს, რასაც ამბობთ, რასაც ეუნებით სხვას, რასაც აკეთებთ, ყველაფერი აკეთოთ გრძნობით, გააზრებულად, გაცნობიერებულად, სიყვარულით. გახსოვდეთ ყოველთვის, რომ თავარი არ არის რა გამოდის პირიდან, თავარი არ არის რა შედის პირში, თავარი არა გამოდის პირიდან. რომ თავარის კი არ არის სხვას მოაჩვენოთ, რომ და ბევრი ეს ეშვება, რომ ვითომ კარგი არის, ვითომ კეთილი არის, სხვის დასანახად აკეთებს ამას, მაგრამ შიგნით ბოღმით არის სავსე. და შიგნით დამძიმებული არის, ესეთი ადამიანები ვერ გადავლენ მეოთხე განზომილებაში. ხოლო ის ადამიანი, ვინც შიგნით არის სუფთა, შიგნით აქვს სიყვარული და რწმენა, შეიძლება გარეთ ეს არ ჩანდეს ან ვერ ანახებდეს, მაგრამ ის გადავა. თავი არის შინაგანი სამყარო, შიგნით რა ხარ და შიგნით რას ატარებ, შიგნით რა დაგაქვს და არა გარეთ რას აკეთებ. ქრისტემ მაგალითად მარიამ მაგდალინელი აირჩია თავის მოციქულად, რომელი მარიამ მაგდალინელიც არ იყო გარედან ისეთი სუფთა. მაგრამ შინაგანად რომ სუფთა იყო, ქრისტემ ეს დაინახა მასში, მისი შინაგანი სუფთავი. ამიტომ აქცია ის თავის მოციქულად. მიუხედავად იმისა, რომ გარედან ის საკმაოდ ბიძურ ადამიანად ითვლებოდა იმ დროს. რატო და როგორ აღარ ვისაუბრებ ამას, მაგრამ შინაგანად ის სუფთა იყო. როცა შინაგანად სუფთა ხარ, გარედან არ აქვს მნიშვნელობა, გარეთ რა ხდება მატერიაში ამ უხეში. მიწიერებაში თუ შინაგანად სუფთა ხარ, ყველაფერი გეპატიება ერთისგან. ერთი პირველ რიგში ამას ხედავს. ის ჩვენსავით თვალებით კი არ უყურება, როგორც ჩვენ ვიყურებით, ის გრძნობით უყურება. რა გრძნობაც ჩვენ გვაქვს ჩვენს გულებში, იმას ხედავს და იმას გრძნობს ის. ამიტომ რადევს ადამიანის შიგნით ამას ხზევით ხედავენ. ამის მიხედვით შეგვაფასებენ და გვაფასებენ. მეგობრებო, კითხვები მინდა რომ დამისვათ სხვადასხვა საკითხებზე, რა კითხვებიც გაქვთ, დამიწერეთ, გიპასუხებთ ლაივში. შემდეგაც შეგიძლიათ კითხვები კომენტარებში დაწეროთ. ან პირადში მესენჯერზეც მომწეროთ, იქაც გაგცემთ პასუხს, მაგრამ ეხლა ლაივში ველოდებით თქვენ კითხვებს. მაინტერესებს რა კითხვები გაქვთ. შეგიძლიათ დამიწეროთ. ასევე სანამ კითხვები წამოვა, ვისაუბრებ სურვილის ასრულებაზე. აი წინა ლაივში მქონდა სურვილის ასრულებაზე. ბევრს უყვირს რატო არ სრულდება სურვილი, რატო არ ხდება ეს ის. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ჩვენს შინაგან ენერგიაზე. რატო არ ხდება ადამიანების სურვილი ხშირ შემთხვევაში? იმიტომ რომ მათი აზრები, მათი შინაგანი განწყობა და მათი მოქმედებები არეული არის. სხვა რამეს ფიქრობს, სხვა რამეს ამბობს, სხვა რამეს აკეთებს. ანუ ენერგია იფანტება და ვეღარ აღწევს მიზნამდე და ვეღარ იზიდავს იმ სურვილს, რაც მას უნდა რომ აუხდეს. ამიტომ უნდა დავალაგოთ ჩვენი გონება, ჩვენი აზრები, ჩვენი განწყობა. რა აზრიც გვაქვს, ის განწყობა უნდა გქონდეს. რა განწყობაც გვაქვს, ის აზრი უნდა გქონდეს. ის უნდა ვთქვათ და ის უნდა ვაკეთოთ. ერთიანი ხაზი უნდა იყოს ეს. ესეთი ენერგია აღარ იფანტება და აღწევს მიზანს. შესაბამისად იზიდავს მაგნეტურად იმ სურვილსაც, რომელიც ჩვენ გვაქვს. ან გვინდა რომ აგვისრულდეს. სურვილის ასრულების ტექნიკა წინა ლაივში ვთქვი და შეგიძლიათ დაახოთ წინა ლაივი, გადაახვიოთ და იქ დეტალურად ბაქეს აღწერილი როგორ კეთდება და როგორ ხდება. მოგესალმებით. კითხვები მინდა რომ დამიწეროთ მეგობრებო სხვადასხვა თემებზე და საკითხებზე. გიპასუხებთ თქვენ კითხვებზე. ძალიან კარგი არის მედიტაციები, იოგა. მედიტაცია სხვა სიტყვით რო ვთქვათ, რელაქსი.
ყოველ დღე ან დილით ან საღამოს ძილის წინ, მაგალითად ძილის წინ მირჩენია საღამოს. და დავжდეთ ისეთ ან სკამზე, ან წამოვწვეთ დივანზე, რომ მყუდროთ ვიყოთ. მშვიდად და დაძაბულები არ ვიყოთ. უნდა გავაკეთოთ რელაქსაცია. დავხვიჭოთ თვალები და უბრალოდ არაფერზე არ ვიფიქროთ. უბრალოდ დავტყვეთ იმ სიჩუმით და სიმშვიდით. გავუშვათ ყველა აზრები, არ ვიფიქროთ არაფერზე, არ წარმოვიდგინოთ არაფერი. უბრალოდ დავტყვეთ ყოფნით, ყოფადობით, სიმშვიდით. ეს ამშვიდებს გონებას. ყოველ დღე 5 წუთით რო გააკეთოთ ეს მედიტაცია, გონების დასამშვიდებლად ეს ძალიან კარგად აისახება თქვენს აზრებზე, თქვენ განწყობაზე. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს. ძილის დროს ისვენებს გონებას, ნერვული სისტემაც და ის ინფორმაცია, რასაც ადამიანი აგროვებს დღის განმავლობაში, ამ ინფორმაციას ამუშავებს ადამიანის ტვინი ქვეცნობიერი ძილის დროს. ამიტომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძილი კარგი არის 10-დან 11 საათამდე რომ მოახერხოთ დაძინება და მინიმუმ 6-დან 8 საათამდე რომ გეძინოთ. 10-დან დილის 6-მდე. 7-8-მდე. 8 საათი ძილი ეს არის ძალიან კარგი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის ადამიანის ცხოვრებაში. უძილობები ბევრს აწუხებს, მეც მაწუხებდა. უძილობები ქმნის მერე მძიმე აზრებს, ცუდ განწყობას. მთელი დღე ცუდად მიდრის. ხოლო როცა ძილს გამოისწორებ, დილით ადრე იღვიძებ, კარგად ხარ გამოძინებული. განწყობაც უკეთესი გაქვს, აზრებიც უკეთესი მოგდის. საქმეც უკეთესად მიგდის და ცხოვრებაც უფრო გიხალია. ამიტომ ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მესამე განზომილებაში ვის დარჩება ისიც დედამიწაზე იწვევს. კი, ისინიც დედამიწაზე იქნებიან, ანუ ხა სადაც ჩვენ ვართ, მესამეში ვართ ჯერ სიმყარეში. ისინი აქ დარჩებიან. ხოლო ვინც მეოთხე მეხუთეში გადავალთ, ჩვენთვის მატერია შეიცვლება. ანუ ერთი და იგივე დედამიწაზე ვიქნებით, რომელსაც ახლა ვართ. ერთი და იგივე ქვეყანაში, ერთი და იგივე ქალაქში. მაგრამ ისე მოხდება ეს ენერგეტიკულად ეს ვიბრაციების ამაღლება და ეს სიმყარეში გადასვლა მეოთხე მეხუთე განზომილებების, რომ ერთი და იგივე ქალაქში ვიცხოვრებთ ისევ და ერთი და იგივე უბანში, ერთი და იგივე ქვეყანაში, მაგრამ შეიძლება ერთმანეთი საერთოდ ვერ დავინახოთ ფიზიკურ დონეზე. ანუ იმათმა ჩვენ ვერ დაგვინახოთ, ვინც აქ დარჩებიან და ჩვენ ისინი ვერ დავინახოთ. ოღონდ ჩვენ ისინი არ მოგვენატრებიან, ვინც გადავალთ. აი მათ ჩვენ მოვენატრებით. ამიტომ აიმაღლონ ცნობიერება, სულიერება, დაძლიონ ეგო, ბოღმა და შური თუ უნდათ გადასვლა. იქ სუფთა ადამიანების ადგილი არის, ვინც გულით ცხოვრობს, სიყვარულით და რწმენით. და არა ეგოთი, ეგოიზმით და მომხვეჭველობით და გამდიდრების მანიით. ამიტომ მათაც აქვს შანსი. ამით არის ღმერთი მაღალი, რომ ის ყოველთვის აძლევს ადამიანს შანსს. ბოლო წუთამდე თუ შეიცვალ ადამიანი მოინანია თავის თავში ირწმუნა ღმერთი, ის აუცილებლად გადაარჩეს მას. ყოველთვის აძლევს ეშმაკისგან განსხვავებით ღმერთი ადამიანს შანსს. როგორი ბოროტიც არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი ცუდიც, ბოლო წუთამდე აძლევს ღმერთი მას შანსს, რომ გამოსწორდეს და იცხონოს. ამით არის ღმერთი ჩვენი უფალი მაღალი. ამიტომ ყველას გვაქვს შანსი, ამიტომ ვიმუშაოთ ჩვენს თავებზე. უფრო უკეთესები გავხდეთ და გადავდოთ ეს ერთმანეთს, ავანთოთ სიყვარული ჩვენს გულებში, დავუნთოთ ერთმანეთს ეს. უფალმა გაგახაროს, ავად ვარ, დამროცეთ, მადლობთ. ვენერა მსხილაძე. გისურვებთ გამოჯამთელებას, მთელი გულით და სულით. დაროცვილი იყავით. უფალი იყოს თქვენთან და მისი მადლი იყოს თქვენთან. აუცილებლად გამოჯამთელდებით, წინა ლაივი ნახეთ, მე სრული სასრულების ტექნიკა ვასწავლე და გააკეთეთ ჯამთელობაზე. აუცილებლად გამოსწორდება თქვენი ჯამთელობა. წინა ლაივში არის ეს სრული სასრულების ტექნიკა. სრულიად ჯამთელობაზე შეიძლება ისურვო. რომ უფრო ჯამთელი გახდე, გამოჯამთელდე. შეგიძლიათ წინა ლაივში ნახოთ და გამოგადგებათ ეს ტექნიკა. ეს წყალსეც რაც გელაპარაკეთ დღეს ამ ლაივში დასაწყისში, წყლის ენერგიულად დამუხტვა. ესეც ნახეთ, გადაახვიეთ დასაწყისში ამ ლაივის
წყალი ენერგიულად როგორ დამუხტოთ და ყოველდღიურად უზმოზე თითო ჭიქას სვავთ. ეს ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს და ყველანაირად კარგად აისახება თქვენ ზეიდახეთ ეს გადაახვიეთ ჯეხის განწმენდის შესახებ ეს მითში შენი არ გიჯერებდა ხო არის ადამიანები რომელსაც ვერ გააგებინებ ვერაფერს ოჯახის წევრით შეიძლება გავდეს ესეთი დათესავიან მეგობარი თქვენ ეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად და გაგებით და სიყვარულით გააგებინოთ მას აუხსნათ მას ну თუ ვერ გაიგო მაშინ უნდა მოერიდოთ თუ ადამიანი რომელიც ტალახში და წუმპეში იხჩობა თქვენც მიგაქანებთ თან თქვენი თავი არ უნდა გადააშვებინოთ მას და არ გააყოლებინოთ თქვენი თავი მას ჭაობში ამიტომ ესეთ ადამიანებს უნდა მოერიდოთ რომელსაც ვერ გააგებინებთ ვერაფერს შეუგნებელ ადამიანებს მეგობრებო დამისვით კითხვები გამოდით მე წამი დავიცადოთ დასვით კითხვები შეგიძლიათ დასვათ თქვენ პრობლემაზე თუ რა პრობლემა გაქვთ რა რჩევა გჭირდებათ მე გიპასუხებთ სხვადასხვა საკითხზე ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ინსტინქტით გადარჩენის 80% არის ამაში ჩაფლული რომ გადარჩეს და მთელი მისი ყურადღება და აზრები მიმართული არის რომ ფული იშოვოს ნივთები იყიდოს ანუ მთელი მისი აზრები არის მატერიისკენ და მიწიერი ცხოვრებისკენ მიმართული მარტო გადარჩენისთვის და ეს ძალიან ცუდი არის გადარჩენის იქით პირველ რიგში სულიერ გადარჩენაზე უნდა ვისურვოთ ჩვენი და ჩვენ განვითარებაზე და უკეთესები რო გავხდით ამას ეს უნდა იყოს თვითმიზანი სულიერება და განვითარება მეორე რიგში უნდა იყოს უკვე მატერიალური განვითარება და გადარჩენა და პურის ფულს ყოველთვის იშოვი 21 საუკუნეში განსხვავებით შუა საუკუნეებისგან მშიერი არ მოკვდები ორი ხელი თუ გაქვს წინა პლანზე არ უნდა დააყენო მატერიალური გადარჩენა და ეგო და ეგოიზმი ამისთვის ძალიან კარგი არის ლოცვები ყოველდღიურად მამაო ჩვენოს ვინც კითხულობს მაშინ სულიერება შემოდის მისი აზრები იწმინდება ის აღარ ცხოვრობს უკვე აუხორციული მატერიალური მიწიერი სიამოვნებებისთვის ამეთ წინა პლანზე უკვე სულიერებას აყენებს და სწორ გზაზე დგება ამისთვის ძალიან კარგი არის ლოცვები ლოცვა სახით შეიძლება და დღეში შეიძლება ვერ ახერხებ ეკლესიაში წასვლას არ აუცილებლად ეკლესიაში სახში შეგიძლიათ ილოცოთ ეზოში შეგიძლიათ სკვერში შეგიძლიათ ბუნებაში ძალიან კაია ლოცვა ხეების გარემოცვაში დღეში ბუნება ძალიან კაია მე ძალიან მიყვარს სვეტი ცხოველში სიარული ერთ-ერთი ყველაზე კარგი სუფთა და წმინდა ენერგია საქართველოში ეს არის ცხეთაში სვეტი ცხოველი ეს ტაძარი და მისი ირგვლივ ყველაზე სუფთა ენერგია არის როცა გექნებათ დრო აუცილებლად თვეში ერთხელ იქნება თუ ორჯერ წადით ხოლმე სვეტი ცხოველში ყველაზე სუფთა ენერგია არის ყველაზე ენერგეტიკულად დამუხტული ადგილი არის ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა არის იქ ძალიან მიყვარს სვეტი ცხოველში სიარულის უნიკალური ტაძარი გვაქვს ჩვენ მადლობთ თუ საინტერესოდ საუბრობ მეგობრებო ჩვენი ლაივები გაგრძელდება შემდეგი ლაივი იქნება უკვე შემდეგ კვირას 18 იანვარს საღამოს 7 საათზე ამიტომ დაალაიქეთ ეს ვიდეო რომ მეტმა ადამიანმა ნახოს ალგორითმი ამუშავდება და უფრო მეტ ადამიანს ანახებს უფრო განვითარდება ჩვენი არხი მეტ ადამიანს მივაწვდით ჩემს სიტყვას ამიტომ დაალაიქეთ აუცილებლად და კომენტარები მომწერეთ კითხვები მომწერეთ კომენტარებში როცა ეს ჩემი ვიდეო დაიდება ჩემ პირად გვერდზე ლაივის შემდეგ ველოდები თქვენს კითხვებს თქვენ კომენტარებს და კომენტარეთ მადლობა რომ მისმენდით
შემდეგ კვირას შევეცდები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო თემებზე ვისაუბრო, უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. დაგემშვიდობებით შემდეგ კვირამდე, მეგობრებო. მადლობა დალოცვისთვის, ლეილა, თქვენც ასევე დაგლოცოთ უფალმა. მეგობრებო, მიყვარხართ. ბედნიერი წელი იყოს, ახალი წელი თქვენთვის. 2026 წარმატების წელი, სიყვარულის და ჯანმრთელობის. შემდეგ კვირამდე 18 იანვრამდე დაგემშვიდობებით, თქვენი არჩილი. ღმერთი არს ჩვენთან.